სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმინდისა. ადამიანი უსასრულო პერსპექტივის მქონე არსებაა და რა თქმა უნდა, როდესაც ურწმუნოებაში იმყოფება, მას ეს პერსპექტივა ეკეტება. წარმოედგინეთ, ადამიანი მოაზროვნე და თავისუფალი არსება, რომელიც მარადისობისათვის არის შექმნილი და ასეთი ადამიანი თავისი მოაზროვნეობით და თავისი თავისუფალი არჩევანით მიდის იმ დასკვნამდე და აკეთებს არჩევანს, რომ ან ღმერთი არ არის, როგორც ასეთი, ან ცხოვრობს ისე, რომ თითქოს ღმერთი არ არის, ანუ მის ცხოვრებაში, მის სოფხედელობაში, მის ცხოვრების წესში, მის ცნობიერებაში არ არსებობს. ათეისტია. არა აქვს მნიშვნელობა კაცმორთქოს პრინციპულად, როგორი ათეისტია, ეკლესიებს ანგრევს, ებრძვის ეკლესიას, თუ უბრალოდ აბსოლუტურად ინდიფერენტულია ეკლესიის მიმართ, სულიერი ცხოვრების მიმართ და თავისთვის ცხოვრობს, როგორც უღმერთო ცხოვრობს, ისე ცხოვრობს ისიც. ასე დროს ადამიანი უკვე სოფხედელობრივ დონეზეც კი უპერსპექტივოა. რა. მას გამოსავალი თავის ყოფიერებიდან არ აქვს. იცოცხლებს, 100 წელი იცოცხლა და რა ამერე. არაფერი, ხორცით ის შეერევა მატერიალურ სამყაროს, რომელიც საბოლოო ჯამში გაქრება, იმიტომ რომ დედამიწაც იცით, რომ ყველაფერი განადგურდება საბოლოო ჯამში, როგორც მეცნიერები გვასწავლიან, ხოლო სულით სასუფეველს ვერ იმკვიდრებს, იმიტომ რომ სასუფეველი ღმერთია და სხვა არაფერი. არ ვიფიქროთ, რომ სასუფეველი რაღაც ცალკეა და ღმერთი ცალკეა და არა უჭირს, თლად ცუდი არ ახარ და მოდი იყავი სასუფეველში. ეს არ ხდება ასეთი რამე. თუ შენ ღმერთთან კომუნიკაცია არ გსურს და ღმერთი არ გინა სასუფეველი ეგარი და სხვა არაფერი, ანუ სასუფეველის გარეშე რჩები, ხოლო ჯოჯოხეთს ბევრი განმარტება შეიძლება მივცეთ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი განმარტება ალბათ ის არის, რომ გამოიკეტები შენს არჩევანში, ხო და იქიდან სამუდამოდ იქ იქნები, შენს არჩევანში. და რა არის ეს არჩევანი? ღმერთის გარეშე მყოფობა. საშინელი პერსპექტივა, უპერსპექტივობაა სრული. მაგრამ როცა ადამიანი მორწმუნეა, არ არის ესეთი, მორწმუნეა, აღსარებელია, მაზიარებელია. ეშმაკი ხო, რადგან მორწმუნე ხარ, თავს არ განებებს და პირიქით ხომ არის. პირიქით, ეშმაკი უფრო მეტად გებრძვის, იმიტომ რომ ის, რაც პირველი ტიპის ადამიანებს პრინციპში არც ებრძვის, იმიტომ რომ იქ საბრძოლველი რა არის? მთლიანად მისია. ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას ცოტათი მაინც არ ეთანხმება, ხო, მთლიანად ეშმაკის არის. მთლიანად. რაც არ უნდა კეთილი იყოს, რაც არ უნდა ქველმოქმედი იყოს, რაც არ რა ვიცი, ყველაფერი. ბოჩოლასავით უწყინარი იყოს, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ეს ძალიან კარგად უნდა გქონდეს გაცნობიერებული, რომ ხშირად ის ჩვენ რასაც სიკეთეს ვეძახით, საერთოდ სიკეთე არ არის. ეხლა ქათამირო კვერცხს დებს, ესეც სიკეთეა, ხო? გააჩნია, რას უწოდებთ სიკეთეს, რას სახელვდებთ სიკეთით, რა არის სიკეთე? ხო, ეს რაღირებულებაა, ხო? მორწმუნე ადამიანისათვის სიკეთე გახსოვთ, მოზღვარო სახიერო რატომ მიწოდებ, ანუ სახიერი კეთილს ნიშნავს, რატომ მიწოდებ კეთილს, არავინაა კეთილი გარდა ღვთისა, ნახეთ სიკეთე, რომ გონია რომ ხო აი სიკეთე გავაკეთე, აი სიკეთეს აკეთებს და არ არის მართლმადიდებელი, არ არის ეკლესიური, მაგრამ კეთილია და რას უწოდებს სიკეთეს? თანგე წმინდა წერილი ჩოხო მორწმუნე ვარ და გამოცხადებას ვეფუძნებით, ჩვენი ყოფიერება, ჩვენი ცოდნა. მხოლოდ ღმერთია კეთილი. და იქ სადაც ღმერთი არ არის, სიკეთე არ არსებობს. თორე წეგან მოგიყვანეთ მაგალითი ქათმისა და კვერცხისა და ისიც სიკეთეა. გააჩნია რას უწოდებს სიკეთეს. და აი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სულიერად ქრისტიანულად, მაგრამ რატომღაც გასასწრებელი აქვს პერმანენტულად. ესეთ ადამიანებთან საუბარი ჩვენ გვიწევს საერთოდ, ეხლა შენ რო არ გტკივა ამ წუთში და ფეხზე დგომა შეგილია, ვიღაც არის, რომელსაც ტკივა და ფეხზე დგომა არ შეუძლია.
გესმით? და ანუ ყოველთვის არსებობს განსაცდელის გარეშე სამყარო არ არის და პერიოდულად ეს განსაცდელი ჩვენს მოგვაკითხავს ხოლმე. მაგრამ ხანდახან ზოგ შემთხვევაში არიან ადამიანები, სადაც ეს განსაცდელი რომ მიაკითხავს, უკან აღარსად აღარ მიდის. მე მაქვს ამის გამოცდილება ადამიანებს თითოეულ ჩვენგანში არის რაღაცა დოზით ასეთი ტიპის განსაცდელი. რომ ერთხელ მოგვაკითხა და მე არსად წასულ, ყველას აქვს ასეთი განსაცდელი. მაგრამ ზოგჯერ ეს განსაცდელი ძალიან მწარეა და იმ მწარეთ რომ მოაკითხა, მე აღარსად აღარ წასულა. როცა ასეთი ადამიანი პლუს არის აღსარებელი, მაზიარებელი. როცა ასეთი ადამიანი მოდის მოძღვართან და ამას ამბობს, ახმოვანებს და შენ ვერაფერს ეუბნები. იმიტომ რომ სათქმელი არაფერი გაქვს, არ იცი რა ხდება, რაღაც საიდუმლოება ხდება. აქ არის საიდუმლოება ადამიანური ტანჯვის, ადამიანური ტკივილის, ადამიანური სიკვდილისა. აქ არის საიდუმლოება მოწამეობრივი სიცოცხლისა. გესმით, საიდუმლოებაა ეს. ის ბოლომდე არ აიხსნება. როდესაც ცდილობ ლოგიკურად ახსნა, ვერაფერს ვერ მიაღწევ. ანუ გეშო, არაფერი არ გამოვა. აბა რა ვქნათ ასეთ დროს? ერთადერთი გამოსავალი. მე მაგალითად, როდესაც ეხლა მღვდელს ხო წარმოგიდგენიათ, ისეთი საქმიანობა აქვს, რომ ხშირად აწყდება ასეთ შემთხვევებს და ისე როგორც თქვა ექიმები და ასე შემდეგ არის რაღაც გარკვეული პროფესიები, სადაც ადამიანურ ტკივილს ხშირად აწყდები, ადამიანურ ჩიხულ სიტუაციას ხშირად აწყდები და მე ჩემ სუბიექტურ გამოცდილებას გეტყვით, როცა ასეთ ჩიხურ სიტუაციაში, იმიტომ რომ იმის ჩიხური სიტუაცია, ჩემი ჩიხური სიტუაციაც არის ხოლმე, იმიტომ რომ ის მე შემომყურებს და მე ვერაფერს ვერ ვეუბნები, ეს საშინელება მინდა გითხრათ, ასეთ ჩიხურ სიტუაციაში მე რწმენა მემატება. პარადოქსია დიახ. გაუგებარია დიახ. მაგრამ მე მემატება რწმენა, მე ვიკეტები ჩემ შიგნით, სათქმელი არაფერი მაქვს იქ რა თქმა უნდა, მე ვიკეტები ჩემ შიგნით და როგორც არასდროს ისე მინდა ვიყო ქრისტესთან ამ დროს. როგორც არასდროს ისე ვნუგეშობ უფლით. როგორც არასდროს მიხარია რომ ღმერთი არის. და აი ამ უსამართლო წუთისოფლს ოდესღაც წერტილი დაესმება. გესმით? მაგრამ ამის გადაცემა იმისთვის, ვისაც ესეთი მდგომარეობა აქვს, სიტყვიერად, ლოგიკურად, ესეთი მენტორული ტონით, საღვთისმეტყველო რაღაც წიაღსულებით აბსოლუტურად შეუძლებელია. ერთადერთი თუ სასწაული მოხდება და შენ თუ რაღაცას განიცდი, ის თუ გადაედება იმას. ან რა ვიცი, ღმერთი ხო ზრუნავს იმაზეც ამ დროს. და გამოსავალი, როგორც ხვდებით, ერთადერთი გამოსავალი ეს არის ცოცხალი, გულმხურვალე რწმენა, რომელიც ცეცხლოვანი ისარევით არღვევს, განაპობს უпроსტորად აი ამ წუთის სოფელს და ღმერთამდე ადის, ჩვენი გულიდან ღმერთამდე ადის. სხვა გამოსავალი ამ დროს არ არის. ესე იგი საჭიროა გქონდეს ცეცხლოვანი და გულმხურვალე რწმენა თითოეულ ჩვენგანს და პავლე მოციქული ასეც მოგვიწოდებს, სული დუღარენი იყვენითო. და უფალი ხო გვეუბნება ნელთბილი ნუხარ. ჩვენი სარწმუნოება ხო ნელთბილის არაბა ჩვენ არ რწმენა გვაქვს. ეს არის ნელთბილობა და უფალი გვეუბნება ამოგანთხევ ჩემი პირიდან. და როცა განსაცდელი მოდის ან შენში, ან სხვასთან, და როცა რეალობის წინაშე პირისპირ დგები და რეალობა ხანდახან საშინელია, აღმოჩნდება რომ ნელთბილი ხარ, იმიტომ რომ შენი რწმენა არ ქშველის დეპრესიაში, სასწარკვეთილებაში, უიმედობაში გაგდებს. თავზარს გცემს, ზოგ შემთხვევაში ღვთის უარყოფამდეც კი მიდიხარ. განა იმიტომ რომ გინდა რომ ღმერთი არ იყოს. უბრალოდ შენთვის ფაქტი ბჭყალებში, ფაქტი ხდება რომ ღმერთი არ არის, იმიტომ რომ არსად არის ხილვება, არსად არა ჩანს ღმერთი. ასეთ საშინელ უბედურებაში ღმერთი საერთოდ არ ჩანს. და ადამიანი მიდის ათეიზმამდე, ურწმუნოებამდე, გესმით? ვერ ჭვერეთს რა განსაცდელის, ტკივილის, ადამიანური ტანჯვის და როცა თან ტანჯული მორწმუნეა, ესე იგი მოწამეობრივი მოწამის მდგომარეობის საიდუმლოებას ვერ ჭვრეთს. გამოსავალი კვლავ და კვლავ ერთადერთია, რწმენა უნდა იყოს ცეცხლოვანი. ხოლო რწმენა რო იყოს ცეცხლოვანი, ამას სჭირდება შესაბამისი მდგომარეობაც, ღვაწლიც, მოქმედებაც
და რა თქმა უნდა, ეკლესიის მხრიდან ჭირდება ამას, მისიონერობაც. და საერთოდ ქრისტიანობა ცეცხლოვანებით დაიწყო, აი, ხვალე ნათლისღების დღესასწაულია. ვინ იყო იონე ნათლისმცემელი თუ არა მიწაზე მოსიარულე ცეცხლი. წარმოგიდგენიათ, როგორი ვიღაცა განდეგილი, ესე იგი უდაბნოში მაცხოვრებელი, აბსოლუტურად ცივილიზაციას მოცილებული, საჭმელს ეგ არ ჭამდა, წესიარად არ ეძინა, არ ებრძა სახლი მაგას არ ქონა, კარი მაგას არ ქონა, საზოგადოებაში ის არის იზრდებოდა. და როგორ ხდებოდა ისე, რომ თვით დიდგვაროვანის კი მიდიოდნენ მასთან და რჩევას ეკითხებოდნენ და უსმენდნენ და მისგან საშინელ სიტყვებს ისმენდნენ, როგორი სიტყვებიც არის თქვენ გველის ნაშობებო ეუბნებოდა. და მაინც მიდიოდნენ და რატო? როგორია სადღაც დინარის პირას, სადღაც ქალაგარეთ ვიღაცა ყვირის რაღაცებს ამბობს და რომ მიხვალ გაგლანძღავს კიდე. თან შენ ცოდვებს აღიარებ და მე მიგალანძღავს მაინც. შენ გონი ამ ცოდვების აღიარებით რა გადარჩები? ნაყოფი მაჩვენე, თქვენ გველის ნაშობებო და რაღაც რატომ მიდიოდა იქ ხალხი, როგორ ფიქრობ? იმიტომ რომ აი ამ გარეგნული თითქოს და რაღაცა უცნაურობის და რაღაცა არაცივილურობის და მის მიღმა იყო ცეცხლი და აი ამ ცეცხლს გზნობდნენ ადამიანები ინტუიციურად. და ის ამბობდა შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველი ცათა. და მე ამ სიტყვებს აი ამ ცეცხლს, რომელიც ღმერთისგან ქონა იოანეს, თავად ადამიანად მოსული ღმერთი იმეორებს, როცა იწყებს თავის მოღვაწეობას. ცეცხლი და გახსოვთ უფლის სიტყვები, ცეცხლის ამოვედ მოფენად ქვეყანასა ზედა და მნებავს, რომ ეს ცეცხლი აწვი აღეგზნას, ჩვენი გულია ის ქვეყანა, რომელშიც ეს ცეცხლი უნდა აღეგზნას და ძმებოდადებო, თუ ეს ცეცხლი ჩვენში არ გაჩნდება, ой, როგორ ტყილა გვიცხოვრია, როგორ ტყილა ვდგავართ, როგორ ტყილა ვჭამთ, სვავთ, როგორ ტყილა ვსუნთქავთ, როგორ ტყილა გვიხარია, თუ ეს ცეცხლი ჩვენს გულში არ აინთება. ვაი ნერთბილ მორწმუნეს, რომელსაც ესმის უფლის სიტყვები ამოგანთხევო ჩემი პირიდან და აინუშიც არ აგდებს. უფალმა თქვა, აი ნერთბილობით ვაგრძელებ რა. გესმით? და აი პავლე მოციქული ტიმოთეს რას ეუბნება, ეს მე ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლია. ქადაგეს სიტყვა, ანუ მისიონერობაზეა საუბარი. ზედადეკ ჟამითი უჟამოდ, ანუ აი აქაც ჩანს ცეცხლი რა, ესე იგი აი აქტიური იყავს, ზედადეკ, ქადაგეს სიტყვა, ჟამითი უჟამოდ, არც დღე იყოს შენთვის, არც ღამე იყოს შენთვის. ქრისტიანი არ შეიძლება გავიდეს შვებულებაში. არ გულისხმობ სოციალურ სამყაროში არსებულ შვებულებას. ყოველთვის ქრისტიანი ხარ, რო გძინავს მაშინაც კი. არ არსებობს ღვთის შვებულება. ანუ ჩემთვის არ უნდა არსებობდეს ადგილი, სადაც მე მღვდელი არა ვარ, სადაც მე მოვეშვები. ამიტომ ჩემთვის შვებულება როგორც ღვდლისთვის, სადაც არ უნდა ვიყო. რა გარემოშიც არ უნდა ვიმყოფებოდე. არასოდეს არ შეიძლება მღვდელი იყოს შვებულებაში, იმიტომ რომ უნდა ჟამითი უჟამოდ ამოწმებდე, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. გესმით? ამხილე შერისხე ნუგეშინისეც ყოვლითა სულგრძელებითა და მოძღვრებითა. აი ესეთი ცეცხლოვანება. და თუ ადამიანი მღვდელი არ არის და მე რა რომ მღვდელი არა. რა, სადმე თქვა სადღაც ხარ დასასვენებლად წასული. ხო? ოჯახთან ერთად მარტო სადღაც. იქ რა ქრისტიანი არა ხარ? იქ აი გესმის უცხო გარემოში, უცხოეთში ხარ. საერთოდ არც ქრისტიანობა იციან, არაფერი იციან. სასტუმროში ხარ. ლიფტში შეხვედი, თქვა, იქ სადღაც საჭმელად შეხვედი სადღაც რესტორანში, ან რაღაცა გესმის ან ქუჩაში გახვედი. შენი მოძრაობა, შენი გამოხედვა, შენი ღიმილი უცხო ადამიანებთან. იცით, რამხელა რამე შეუულია ადამიანს თუ შენ ზოგადად ქრისტეს თვალებით უყურებ სამყაროს, რამდენ ადამიანს გაახსენო. თუ ურწმუნოა, მაშ იმასაც კი რომ სიკეთე მგონი არსებობს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ისე შემხვდა ვიღაც უცხო, ისე გამიღიმა, ისე მომესალმა, ისე რაღაცა მომაწოდა, ისე რაღაცა კითხე და მიპასუხა, სიკეთე არსებობს. აქედან მე პატარა ბიძგი უნდა ადამიანს, ყველა ადამიანზე მუშაობს.
ღმერთი, რომ მისმა გულმა რაღაცა გაიწიოს სიკეთისკენ, მერე კიდე და მერე ეგება ღმერთის დაინახოს. ყველგან მისიონერები უნდა ვიყოთ ჩვენ. მღვდელი საერთოდ. ყველგან შესაძლებლობის მიმცემი, ყველგან და ყველასთვის, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. ჟამითი უჟამოდ. თორე დრო მოდის ისეთი და მოსულია უკვე ეს დრო, მზადდება ხო ანტიქრისტეს გამეფება, ხვალზე 100 წლის მერე, მაგრამ ეს დრო მოახლოებულია და პავლე მოციქული ამბობს, რამე თუ იყოს ჟამი, ოდა სიცოცხლის ამის მოძღვრობასა, ანუ ქრისტიანობას არა თავსიდებდნენ, ყურადღებას აღარ აქცევდნენ. ეს დრო მოდის, კაცობრიობა მიდის უფსკულისკენ, იმიტომ რომ ქრისტე არ უნდათ, ქრისტე არ არის კომფორტულებად, ქრისტე არ არის ის ღმერთი, რომელიც აი შე რო ღმერთი გამოგეგონებინა, როგორი უნდა ყოფილიყო ღმერთი, ყოვლის შემძლე ღმერთი, რომელიც შენიანია ღმერთი, აი როგორი უნდა ყოფილიყო, ყველანაირი იქნებოდა გარდა ქრისტესი. გესმის? ის იქნებოდა შენი ეგოიზმის, ესე იგი გამმართლებელი მაქსიმალურად. შენო ღმერთი ქონოდა და ქრისტიანული ღმერთი შენი ეგოიზმის მომაკვდინებელია. გესმის? და ეს ადამიანს არ უნდა და კაცობრიობას არ უნდა დაიღალა რა თავისი ეგოიზმი ურჩევნია. და ამიტომ სიცოცხლის ამის მოძღვრებას ნელ-ნელა უფრო და უფრო შეაქცევენ ზურგს, კაცობრიობა უფალი სიტყვის, მერე გახსოვთ ლუკას სახარებაში, რომ დაუბრუნდები სარწმუნოებას ვიხილავ კი. სარწმუნოება აღარ იქნება სამყაროში. არამედ გულის თქმისაებ თავისათვის ისა შეიკრებდნენ მოძღვართა ქავილითა ყურისათა. ანუ ქრისტიანობას კი არა. ის რაც მის ყურის ქავილი რა ყურის სასიამოვნო რაც არის. კომფორტ, ანუ რელიგია რომელიც კომფორტში გამყოფებს, აუ რა მაგარია, მიდი ილაპარაკე. დაждდემია ხოლმე ეს ვიღაც ან რელიგიური მოღვაწეა, ვიღაც ან რაღა ფილოსოფოსია და სიადა მსჯელობენ და აღტკინებული და აჟიტირებული ნერვიული სისტემით, ემოციურად გავწყინებული თვალებით რაღაცაზე მსჯელობენ. ყურისთვის სასიამოვნო მოძღვრებებს ისმენენ და ჭეშმარიტებისაგან სასმენელი თვისნი გარე მიიქცენ, ანუ ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ. როდესაც ადამიანი ათეიზმს ქადაგებს, ამას ამტკიცებს სერიოზულად. რა უნდა უთხრა ამ ადამიანს? ის კი არა რომ ამ სამყაროს უმაღლესი ქმნილება ხარ და ზემოთ ხარ და სამყაროს ადგას ქვემოთ არის და შენ რა, არამედ ამ სამყაროში შეზავებული მთელი ამ სამყაროს ნაწილი ხარ და რა ბედნიერებ. ქრისტიანობა გეუბნება ღმერთის შვილი ხარ და მადლით ღმერთი უნდა გახდე და ეს გეუბნება რომ ობობა რომ შეზილულია და შეეზილება ამ სამყაროს რომ მოკვდება, ესე შეზილული ხარ და ასე შეეზილები ამ სამყაროს რომ მოკვდები და რა არის ეს თუ არა ავადმყოფობა? რატომ იცით პასუხისგებლობა ნულოვანია? და ქრისტიანობა გეუბნება არა გამოფხიზლდი, ცივწყალს გასხავს, სილას გაწნავს. გაჯანჯღარებს, გაფხიზლებს, გაიღვიძე გეუბნება. პავლე მოციქული პირდაპირ გეუბნება, მძინარავ, ნუ გძინავს, გაიღვიძე, დაიღუპები გეუბნება, დაიღუპები, თუ არ გამოფხიზლდები. თუ ეს არ უნდა, უნდა რომ ტრანში იყოს, შეეზილოს, გაქრეს, განადგურდეს, ცნობიერება დაკარგოს, თავისუფლებაზე უარს ამბობს. ობობა, რა თუ უნდა ობობას თავისუფლება. და ზღაპრებს მიექცე. ზღაპრები. ხოლო შენ ფრთხილად იყავ ყოველსაშინა ძვირს იხილავთ, ანუ ბოროტება გექნება ცხოვრებაში და დაითმინე. რა თქმა უნდა გექნება ბოროტება, იმიტომ რომ აი ამ ზღაპრების უკან ცოცხალი დემონი დგას, დაცემული ანგელოზი დგას. ერთი სული აქვს, რომ შენ ჩაგითრიოს და ჩაყლაპოს. და რა თქმა უნდა შენ რომ ამ დარე დაჭაობებული ყოფიერების წინააღმდეგ რომ მიდიხარ ცეცხლოვნად, რა თქმა უნდა მისი პირადი მტერი ხარ ეშმაკის. და რა თქმა უნდა ეს ბოროტებას შეგამთხვევს. ეს უწყინარი ადამიანები, რომლებიც ობობასავით ცხოვრება ურჩევნიათ, უცებ აღმოგაჩენენ შენ და შენს წინააღმდეგ წამოვლენ. რა თქმა უნდა და მათ უკან ეშმაკი დგას. ამიტომ ეუბნება ართხილებს ტიმოთეს და ამით თითოეულ ჩვენგანს რომ დაითმინე ბოროტება, მაგრამ არ გაჩერდე და საქმე ქმენ მახარებლის საქმე. ანუ შენი ცხოვრების წესით მოციქული იყავი, დაამოწმე რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, მსახურება შენი კეთილად აღასრულე, ანუ ღვთისნებით აღასრულე შენი მსახურება. და მერე პავლე მოციქული თავის თავზე ამბობს, რამე თუ მე აწესერა შევიწირვი, ანუ მე ახლა უნდა წავიდი ამ ქვეყნიდან, შევიწირვი. იცით რომ პავლე მოციქულს თავი მოკვეთეს.
და ჟამი იგი მიქცევისა ჩემისა, ანუ მიქცევის, ანუ მე უნდა გარდავიცვალო. ეს ჟამი დადგა. პავლე მიცის ღვთისაგან. და მე ამბობს რამე ისეთ რამეს, რაც შეიძლება ადამიანს, რომელიც ფრთხილობს, რომ თავში არა უვარდეს, ხიდში არ ჩავარდეს, მას ეს სიტყვები ცოტა ყურს უშნოთ მოხდება, მაგრამ ამას პავლე მოციქული სპეციალურად ამბობს. განა იმიტომ რომ ჩვენ ასე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, კი პავლე მოციქულს უნდა მივბაძოთ, მობაძავ ჩემ და იქმნეთ გვეუბნება, მაგრამ ამას იმიტომ არ გვეუბნება, რომ ჩვენ ეს სიტყვები გავიმეოროთ, არამედ ამას იმიტომ გვეუბნება, რომ ის ჩვენთვის მაგალითი იყოს თავადის მიბაძვისა, რომ როგორც პავლე მოციქული ცხოვრობდა, ისე ვიცხოვროთ და მისკენ ვისწრაფოთ და ვიცოდეთ რა მდგომარეობაში უნდა მივიდეთ. იანე მოციქულის გვეუბნება ესე, რომ ჩვენ რომ გარდავიცვლებით, თუ ვცხონდებით, ქრისტეს რომ დავინახავთ, მივხვდებით, რომ მისნაირები ვართ, გესმით? აი რაღაც ეგეთია და ნახეთ რას ამბობს. ხო მოიწია ჩემი ჟამი მიქცევისა, ანუ გარდაცვალებისა. ღვაწლი კეთილი მომიღვაწებიეს, სრბაი, ანუ ცხოვრება ჩემი მოღვაწეობა მოციქულებრივი ამ შემთხვევაში სრბაი აღმისრულებიეს, ჩემი დავალება აღვასრულე, სარწმუნოება დამემარხავს. ანუ ყველაფერი აღასრულა. იგივე პავლე მოციქული ამბობს, მე ვარ მოციქულთა შორის ყველაზე უბადრუკი, საერთოდ არაფრის ღირსი არა ვარ, მე ვარ მდევნელი ეკლესიისა, ყველაზე უფრო ცოდვილი. პავლე მოციქული საკუთარ ცოდვებს ხედავს, მაგრამ პავლე მოციქულები ამბობს, რომ რასაც მე ვაკეთებდი, ამას ჩემში ღმერთი აკეთებდა. ჩემში ღმერთი აკეთებდა. ესე ინება უფალმა. და რასაც ღმერთი აკეთებდა, იმაზე საუბრობს, ღვაწლი კეთილი მომიღვაწებიეს, სრბაი აღმისრულებიეს, სარწმუნოება დამიმარხავს და რა მერე? ამიერიდან მომელის და ეს ამას ჩემ გასაგონად ამბობს. რომ ვიცოდე, რომ თუ მე ცეცხლოვანებით ვიცხოვრებ, ჩემი რა პერსპექტივა მელოდება. ამიერიდან მიმელის მე სიმართლისა იგი გვირგვინი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღეს აშინა, როცა უფალი დაბრუნდება, მართალმან მან მსაჯულმან. გესმის? ანუ ღმერთი, რომელიც მე კი არ პატიობს უბრალოდ, ეს პავლე მოციქულის სიტყვებია ზოგადად, არამედ მამართლებს. სხვადასხვა რაღაცა ხშირად ამიხსნია თქვენთვის. და ეს რომ თავის თავზე არ გველაპარაკება და თავს არ იქებს, შემდეგ სიტყვებში ჩანს. არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა ყველას იგივე ექნება, ვის რომელთაც შეიყვარეს გამოჩინება მისი. ვინც შევიყვარეთ ის რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა. ვინც შევიყვარეთ ჩვენი უფალი იესო ქრისტე. და თუ ჩვენ შევიყვარებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, ჩვენი გული გახდება ცეცხლის სადგომი და ყველაფერის სიკეთე გვექნება, რა სიკეთეც პავლე მოციქულს აქვს. ამჟამად და მარადისობაში. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდის იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.